სხეულის მაგიის შესწავლა. ცივი დაბანა, ტანის დაზლვა, ვარჯიში ცივი მაგია, გაცნობიერებული კვება. მეორე საფეხური გულისხმობს სუნთქვითი ვარჯიშების შეცვლას. ჩვენი კანი ორმაგ ფუნქციას ასრულებს: სახელობრივ, სუნთქვა და გამოყოფა. ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი როგორც ჩვენი სხეულის მესამე ფილტვი და მესამე თირკმელი. საკუთარი სხეულის ფლობისა და კონტროლისთვის კიდევ ასეთი მიდგომა არსებობს. დაკვირვებისა და ყურადღების წყალობით საკმაო შესაძლებლობები იხსნება ამისთვის. მაგალითად, თუ კი ძალიან დაიღალეთ, უნდა შეასრულოთ მცირე სამუშაო, ამ მცირე გასეირნება. თუ მშიერი ხართ, გადადეთ საკვების მიღება კიდევ ნახევარი საათით. თუ წყურიათ, მაშინვე არ დალიოთ და გავიდეს კიდევ ცოტა ხანი. თუ ჩქარობთ, აიძულოთ საკუთარ თავს გააკეთოთ შენელებული მოქმედებები და პირიქით, თუ ყუსავით ნერი ხართ, ეცადეთ უფრო სწრაფად იმუშაოთ. თავად მოსწავლეზეა არჩევანი, თუ როგორ დათრგუნოს სხეული და ნერვები ნების ძალით და მართოს ისინი. ცოდნა, გამბედაობა, სურვილი, დუმილი. ესაა სოლომონის ტაძრის 4 საყრდენი, მიკრო და მაკრო კოსმოსის, რომელზეც აშენებულია მაგიის წმინდა მეცნიერება. ძირითადი თვისებები, რომლებიც ყველა მაგს უნდა გააჩნდეს, თუ კი უნდა რომ მწვერვალებს მიაღწიოს. ამ მეცნიერებაში 4 ელემენტი შეესაბამება. მაგიურ ცოდნას ყველამ შეიძლება მიაღწიოს გულმოდგინეს სწავლით. უნივერსუმის კანონების ცოდნა კი საშუალებას მისცემს, რომ თანდათანობით საფეხურეობრივად მიაღწიოს უმაღლეს სიბრძნეს. სურვილი ესაა მონდომების ასპექტი. გამბედაობა, daring, ვისაც არ ეშინია წინააღმდეგობების, არც აქცევს ყურადღებას, გარშემომყოფების აზრს და შეუპოვრად ისწრაფვის თავისი მიზნისკენ. იმის მიუხედავად წარმატება ხდება გზაზე თუ წარუმატებლობა, მას უმაღლესი გაეხსნება. დუმილი, ვინც ტრაბახობს და თავს იქებს, ვინც თავის კვაზ სიბრძნეს საჯაროდ აჩვენებს, ვერასოდეს გახდება ნამდვილი მაგი. მაგისთვის საერთოდ არაა აუცილებელი, რომ ავტორიტეტი გახდეს. პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თვალ შეუვალი იყოს. დუმილი ძალაა. სასიცოცხლო ძალა თავის თავში იკრებს არამხოლოდ იდეას, წარმოდგენას, აზრს, ან გრძნობას, არამედ დროის ცნებასაც. ეს კანონი, ანუ სასიცოცხლო ძალის ეს დამახასიათებელი თვისება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მასთან მუშაობისას, ასევე ელემენტებთან მუშაობისას. ამიტომ ნებისმიერი სურვილის დამუხტვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დრო და სივრცე. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.